ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს CIA-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები. თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ის ნატოს წევრ ქვეყანაში შეიჭრება. ამის შესახებ Daily Mail-თან ინტერვიუში განაცხადა CIA-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა. პატარა კაცი არ არის დევიდ პეტრეუსი, ჭკვიანი კაცია, გონიერი. მისი თქმით, რუსეთს სურს ზელენსკის გადაყენება, რათა მარიონეტული ლიდერი დასვას და მთელი უკრაინა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს. თუ ისინი ამას მიაღწევენ, ამბობს პეტრეუსი, ნახავთ, რომ ისინი ამის შემდეგ კონცენტრირდებიან ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანაზე, ლიეტუვა ხშირად ფიგურირებდა პუტინის გამოსვლებში და ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულად უნდა მიგვეღო ეს განცხადებები. ამერიკელმა გენერალმა ასევე გააკრიტიკა ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეფერხებებისა და ნელი რეაგირების გამო. საკრიტიკოა გასაკვირველი. მე რა უფლება მაქვს ახლა ნატოს კი არა ამერიკის შეერთებული შტატების CIA-ს ყოფილ ხელმძღვანელ პეტრეუსზე თქვა კრიტიკული შენიშვნები გავაკეთო მის განცხადებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს ასე არ მოხდება. გაგიკვირდებათ და უფრო ზუსტი რომ ვიყო და ბოლომდე ზუსტად რომ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, მე გეტყვით ასე. რუსეთი უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწევს. იმიტომ ვერ მიაღწევს, ან იმიტომაც ვერ მიაღწევს დამატებით, რომ ევროპას განსაკუთრებით და აგრეთვე შეერთებულ შტატებს ახლა უკვე თავიდან ბოლომდე ან თხემით ტერფამდე გააზრებული აქვს, ან სიგრძე განებული აქვს, რომ უკრაინის მონელების შემდეგ ის, რასაც პეტრეუსი ბრძანებს, იქნება საკმაოდ რეალისტური. არა, რუსეთს იმავე წელს, მაგალითად 2025 წელს დაიპყრო მთელი უკრაინა. იმავე წელს რუსეთს რასაკვირველია არ ექნება ძალა, რომ შეიჭრას რომელიმე მეზობელ სახელმწიფოში, მათ შორის ნატოს წევრ სახელმწიფოში. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო მანქანა ეგრეთ წოდებული მშვიდობიანობის პერიოდში ამოიქოქა და ამოიქოქება ჩრდილოეთ კორეელთა თუ ჩინელთა შემწეობა დახმარებით, რასაკვირველია რუსეთი რასაკვირველია ეცდება, რომ საკუთარი გავლენის სფეროები გააფართოვოს, მათ შორის ბალტიის სახელმწიფოების მიმართულებითაც, პოლონეთის მიმართულებითაც, ვინც ის ფინეთსაც კი შეუტიოს, აღარ ვლაპარაკობ ნატოს ქოლგის ქვეშ არ მოხვედრილ სახელმწიფოებზე, საქართველოზე ის იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას გაუწევს და მოლდოვაზე, რომელიც წინააღმდეგობას ან გაუწევს, ან არა, უფრო ზუსტად ვერ გაუწევს, რაც არ უნდა რუმინეთი შეეხიდოს მას. ან უკრაინა, მაგრამ უკრაინა სადღა იქნება, მეთქი აკიგითხარით. მაგრამ ამბავიც ისავე რომ ვერც 25-ში, ვერც 26-ში, ვერც 27-ში, 34-ში, 39-ში, 47-ში მნიშვნელობა არ აქვს. რომელ წელს დავასახელებ, უკრაინას მთლიანად ვერ გადასანაცვლავს რუსეთი ძალისმიერი გზებით. პრობლემა არა მართალი არ ბოლომდე მართალი, უფრო მართალი. პეტრეუსის განცხადების ის ნაწილია, რომელშიც გენერალი აღნიშნავს შემდეგს. რუსეთს სურს ზელენსკის გადაყენება, რათა მარიონეტული ლიდერი დასვას და მთელი უკრაინა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს. ჩვენთანაც უნდა ვაღიაროთ, რომ 2012 წელს ან 22-მდე 10 წლით ადრე უკრაინაში ომის დაწყებამდე 9.5 წლით ადრე რუსეთმა სხვაგვარი ჰიბრიდული სპეცოპერაცია ჩაგვიტარა. და იმ წელს, როდესაც არჩევნები უნდა ყოფილიყო და აბარა უნდა ყოფილიყო სწორედ 1 ოქტომბერს, რუსეთმა მანამდე ასპარეზზე გამოიყვანა ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ჩაუდგა სათავეში კოალიციას, იქ იყვნენ პროდასავლელები, ნახევრად პროდასავლელები, სრულად პროდასავლელები, ვითომ პროდასავლელები, პრორუსები, უფრო პრორუსები, შუაშისტები, ნეიტრალისტები და არასწორები და კიდევ უფრო არასწორები, შეყარა ყველა ამ ერთ აჯაფსანდალში სხვადასხვა ინგრედიენტად და ამით დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც საკრიტიკოს იყო და მეტიც შესაძლოა ბევრის აზრით, მით უფრო იმჟამინდელი აზრით.
და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის შეცდომებს დავანებოთ ნერწუს თავი და მე ვიტყვი ყოველთვის რაც არ უნდა შემომიტიოს ხოლმე ცალკეულმა კრიტიკოსმა ჩემმა კრიტიკოსმა ან ცველმა მიხეილ სააკაშვილისა იმას დავანებოთ თავი რაც ჩადიოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება განსაკუთრებით ბოლო წლებში გავანებოთ ამას თავი ვილაპარაკოთ იმაზე დამოუკიდებლად იმისა რაც ჩადიოდა მიხეილ სააკაშვილის იყო სპეცოპერაცია ოღონდ ბიზინა ივანიშვილმა ნახეთ რა ოსტატურად უფრო ზუსტად ფსბ-მ რა ოსტატურად ჩაგვისვა მატი საჭადრაკო ტერმინოლოგიით რო ვილაპარაკოთ თავდაპირველად ბიზინა ივანიშვილი მოგწონდა მე გავლახდილად გეტყვით ბიზინა ივანიშვილს დაუსვი კითხვა 2011 წელს ნოემბერში თუ არ ვცდები თუ ოქტომბერში ესე ვკითხე პრესკონფერენციაზე სუპერულად რო გამოჩნდა ავიწიე ხელი და ვკითხე ბატონო ბიზინა რას ფიქრობთ აისაფის ოპერაციაზე მეთქი საშინელება ხდებოდა იმ პრესკონფერენციაზე ამას თუ არ მომაყოლებთ ბეღურების პინგვინების მხრიდან ბეღურების გადასანაცვლაზე ეკითხებოდნენ ის ჟურნალისტები რომლებიც ახლა სამთავრობო არხებთან არიან მიტენილნი აი ამ სიტყვის აი ესეთ ტერმინოლოგიით უნდა ვილაპარაკო მაინც და მაინც და მე ბიზინა ივანიშვილისადმი იმხანად ჯერ კიდე ნეიტრალურად განწყობილი ადამიანი ნუ გამოვიდა ასპარეზზე მილიარდერი კაცი აი საფის ოპერაციაზე რას ფიქრობთ მე კიდე ბიზინა მისით რა აგორბომატყუა მე მომატყუა მე და არა მხოლოდ თქვენ ყველა მოგოტყუა ჯერ ხო ვერ გაიგო ეს აი საფის რა ოპერაცია რა არის მე განვუმარტი რომ ავღანეთში სპეცოპერაცია ავღანეთში სამშვიდობო მისია რო არსებობს მეთქი და საქართველოს რო მონაწილეობს 1500-1700 ჯარისკაცი ხავდა იმ ხანად გაგზავნილი და სულ 17-18-20000 მაგაცმა მიიღო მონაწილეობა იმ ხანად კი არა ჯამში ამ სამშვიდობო მისიაში და ჩვენ სერიოზული კონტრიბუტორები ვიყავით რა თქმა უნდა საერთაშორისო მისიებში და სპეციფიკური ხმით ზემოიმერული კილოგრამით მითხრა რა საკვირველია მომხრევ რატომ მითხრა იმიტომ რომ უნდა ეთოხლებინათ ჩემთვის უნდა მოეთყუებინე მე და არა მხოლოდ მე მთელი ქართული საზოგადოება მოგვატყუა კიდეც და ამ ტყუილში ხელი შეუწყვეს უნებურად კი არ ვადარაშაულებ თინამაც მაპატიოს თინამ ირაკლიმას მაპატიოს ირაკლიმ დათომას მაპატიოს დათომ და სხვებას ანუ განაცხელენ დავიწყოთ დათო უსუფაშვილი ირაკლი ალასანია თიდა ხიდაშელი ანუ თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ისინიც ვერ მიხვდნენ რომ ბიზინა თურმე კომბინატორია ფსბ-ს დავალებით მოქმედებს და ესეთი ანტურაჟად ყავს დაყენებული არ ვიტყვი შეგდებულად ლეგვის ფოთლად მეთქი არ გაკადრებთ მეგობრებო ხო და რატო ყვები ამ ყველაფერს ახლა რაც უნდა უკრაინაში რისი გაკეთებაც უნდა რუსეთს ის უკვე გააკეთა საქართველოში ომის შემდეგ დიახ ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი 4 წელი დარჩა ხელისუფლებაში 8 წელს ომს გულისხმობ 12-ში 13-ში თავად მიშა წავიდა ანუ 5 წლის თავზე 12-ში ხელისუფლება ძალაუფლება დაკარგა აქაც თუ მშვიდობაზე წავა ეგრეთ წოდებულზე რუსეთი მხოლოდ იმიტომ რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდეს ზელენსკი მოიცილონ მაგრამ პრობლემაც ეს არის რა აი საბოლოო ჯამში პრობლემაც ეს არის პრობლემა არის ის რომ პრორუსი ან შეფარვით პროდასავლელი და რეალურად კი პრორუსი უკრაინაში არ ახავთ. ვინ შეიძლება იყოს მართლა ვინ შეიძლება იყოს ზელენსკის ალტერნატივა? გენერალი ზალუჟნი და რა გამოვა იცით? ვაის გაეყრება რუსეთი და ვუის ზალუჟნის სახით შეეყრება, თუმცა ამ უკანასკნელება თანხმობა უნდა თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე და ამ უკანასკნელს გუნდი უნდა ხავდეს. ეს უნდა ვთქვათ. აქ პოროშენკოს ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ზელენსკი ასე იოლად არც წავა ომის პრეზიდენტი მეთქი ასე გეტყვით. არც წავა ძალაუფლებიდან ხელისუფლებიდან არ წააგებს მეთქი ასე ვიტყვი იოლად თუნდაც ზალუჟნისთან ჩემი პერსონალური აზრით თუმცა შიგნიდან ვინც უკეთ იცნობს უკრაინულ საზოგადოებას და მის განწყობებს ბუნებრივია მისი აზრი უფრო კვალიფიციური იქნება მოკლედ რუსეთს ამ ჰიბრიდული ოპერაციის ჩატარება უნდა ხო რომ არ დამავიწყდეს რა შემთხვევაში მარცხდება გინდა ზალუჟნი და გინდა ზელენსკი რა შემთხვევაში მარცხდებიან იმ შემთხვევაში თუ ფრონტი ჩამოიშლება და ანუ უკრაინის წინააღმდეგობა შეწყდება. მართლა შესაძლებელია ეს გარგეუნებით რომ შესაძლებელი არ არის, მაგრამ უკრაინელ პატრიოტებს და ესენი ცოტანი არ არიან, გასიგრძე განებული აქვთ როგორ უნდა დაიცვალ ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობა როგორც ასეთი უკლებლივ აბო ფიტვა თუ გდებათ ასე ვიტყვი, ყველა სიტყვა სხვა შეიძლება რუსსაც, რაც არ უნდა ბევრი შეახოცოს საკუთარი ჯარისკაცი ამ ომში მისეული გაგებით მტერს ანუ უკრაინელებს. დასავლეთი კი გამოფხიზლდა მეთქი კვლავ დაუბრუნდები ამას და აქედან გამომდინარე პეტრეუსის ეს განცხადება რომ ბალტიელებს შეუტებს როგორ არა რა უფლება მაქვს ეხა წინააღმდება გაუწიო ამ გენერალ კაცს ხო მაგრამ
მაგრამ უკრაინის დამარცხება უნდა მოხდეს ამისთვის და რუსეთს ამის ძალა რესურსი არ აქვს. ეკონომიკა იშლება. ომის ეკონომიკაზე გადართული რუსეთი კორუფციის მაშვენებელი იმდენად მაღალია, რომ ხრავენ გენერლები და ვერც ერევიან ამ გამომხრელ გენერლებს. დაიჭირეს 4, 5, 7, 12 გენერალი, მაგრამ კიდე 12 სოკოები წამოიზარდა. არ არის თლად ისე რომ არ არის თლად ისე რომ ჩინეთი პრიორი მისი მომხრეა საჭიროების დროს ჩრდილოეთ კორეიდან რო აწვის იარაღს ან ჩრდილოეთ კორეა რო აწვის იარაღს ჩინეთის ნებართვით იმ იარაღის მიწოდება შეწყდება, თუმცა ახლა დიდი პარტია მიეწოდეს ეს ფაქტია და დასავლეთი ერთიანდება. ხო და აი ამ პირობებში როგორ უნდა დაესხას თავს ბალტიის სახელმწიფოებს მეთქი ესე უნდა ვიკითხო. თუმცა არც ეს არ არის გამორიცხული. რუსეთს თუ მიუშვი დაესხება, მაგრამ აქ კიდევ ერთი ფაქტორია. კვდება ხო, პირდაპირ მნიშვნელობით ლაპარაკობ. კვდება ომის მთავარი გენერალი, ამ თეატრის მთავარი გენერალი, ბოროტების გენერალი პუტინი. მაინც და მაინც კვდება, იმას კი არ გულისხმობ, რომ მასზე მოკვდება, ან იმას კი არ გულისხმობ, რასაც პროფესორი სალავე ამტკიცებდა და ამტკიცებს დღესაც, რომ ვალდაიშია და წამოგორებულია იმაში და რა ქვია, კუბოს სასახლეში და ორეული მართავს. არა, მაგას არ გულისხმობ. არ მართავს ორეული, ხაზგასმით ვამბობ. მგონი არც არასდროს არ მithქვავს, რომ მოჭრეს ამ რაღაც სამთავრობო არხებზე და გამომიყვანეს თითქოს ამის თქმელი ვიყო. არა, მე ესე ვამბობდი, რომ სალავეი ამბობს მეთქი, მაგრამ კარგით, მიჭერით და მოჭერით, რაც გდებავთ, ისქენით ჩემ რეპუტაციას ამით ვერ ვნებთ რეალურად. კვდება პუტინი გარკვეული პერიოდის შემდეგ 12 წელი ავიღოთ, თუნდაც კვდება და 12 წელიწადში ნატო შეერთებული შტატები სთავკაცობით და ევროპა შეერთებულ შტატებთან იმდენად ძლიერი იქნება და იმდენად გააძლიერებს უკრაინას, რომ რა ბალტიისპირეთი და რის მოლდოვა. ხო, ყაზახეთი თუ საქართველო თუ სომხეთი. ჩამონგრევის პირას იქნება თუ ჩამონგრეული არ იქნება იმ მომენტისთვის უშუალოდ რუსეთი. და ახლა დაუბრუნდეთ დავსვათ ერთი საინტერესო კითხვა. ბევრი ფიქრობს და ამბობს ასე. უკრაინა თუ გადარჩება, უკრაინა თუ გახდება ევროკავშირის წევრი, უკრაინა თუ გახდება ნატოს წევრი, ან თუნდაც ნატოს წევრი არ გახდეს, მაგრამ გადარჩეს. გადარჩეს თუნდაც ტერიტორიებს შელახული, ტერიტორიებს შემოფრცხნილი საქართველოს რა ბედიელის. ეს კითხვა მეც დამისვამს, სპიზი და ივანიშვილი ასუსტებს ამ ქვეყანას. საშინლად ასუსტებს. მაგრამ თუ რუსეთი უკრაინიდან უკან გადის, უკან იხევს, უკრაინაში მარცხდება, აქვს თუ არა რუსეთს სურვილი და სურვილი აქვს და შესაძლებლობა რომ თათუკა ლაპა დაადოს კავკასიის რეგიონს, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა საქართველოს და თქვას რომ ბიჭებო დასავლეთიდან გავიგერო უკრაინა დაგითმეთ, მაგრამ ახლა ეს კი ჩემია კავკასიის რეგიონი. აზერბაიჯანიანა, აზერბაიჯანიანა ეს რთული ხდება, მაგრამ მაინც თურქეთია და იმიტომ. სომხეთ საქართველოს სომხეთი ჩემია. და დათმობს თუ არა დასავლეთი საქართველოს. It's a big question. ვინმე იტყვის. და ბევრი იტყვის რომ ხო, ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება აღმოჩნდება, რომ დიდი ბიჭების თამაში შესაძლოა დონალდ ტრამპმა ასე მაგალითად, ვლადიმირ პუტინს ასე მაგალითად უთხრას, რომ შენ ოღონდ უკრაინიდან გადი, ისე გადი როგორც მოვილაპარაკებთ და იტოვე ტერიტორიების ნაწილი ასე მაგალითად ყირიმი და დონბასი და დანარჩენი ტერიტორიებიდან გადი და ზვარაკად შემოგწირავთ კავკასიის რეგიონს. შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა საქართველოს, მაგრამ ამბავის ის არის, რომ ჩვენ იმდენად უსაინტერესო ეს გეოგრაფიული გეოგრაფიაში ვართ, იმდენად უსაინტერესო ესი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, რომ ასე ვერც დონალდ ტრამპი და ვერც დონალდ ტრამპზე ბევრად უარესი ტრამპის კრიტიკოსებს მიმართავ. ან ბევრად უკეთესი ტრამპის მომხრეებს ამნიშნულობა აქვს. მოკლედ, ვინც არ უნდა იფთვი, ელონ მასკი რომ მოიყვანო, რომელიც შესაძლოა გაცილებით მეტად არის ჩაციკლული ისეთ რაღაცებზე, სადაც ტრამპი არ არის ჩაციკლური, ან ნაწილობრივ არის, აი ფული, რაღაცა წიაღისეული, რაღაც გაყიდვა, რაღაც ვაჭრობა, გარიგება, მარიგება, რაღაცები, ტარიფები, ხო? ელონ მასკი კი არა, მასზე ბევრად უარესს რომ მოიყვანო ამერიკის ლიდერად, რომელიღაც ეტაპზე, ისიც ვერ იტყვის უარს საქართველოზე როგორც სტრატეგიულ პარტნიორზე. იმიტომ რომ საქართველო არის ერთადერთი, ასე უნდა ვთქვა,
სხვა მარშრუტებიც არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად ასე უნდა თქვა, ერთადერთი და თუნდაც ასე ვიტყვი, უალტერნატივო გზა აღმოსავლეთისა დასავლეთისკენ. შესაბამისად, აღმოსავლეთიდან ცენტრალურ აზიას გულისხმობ უფრო, ჩინეთსაც, მაგრამ ცენტრალურ აზიას უფრო. მისი უზარმაზარი რაოდენობით რესურსები და იქ არის საოცარი რესურსები. თურქმენეთში არის ასე მაგალითად თურქმენეთი არის მესამე თუ მეოთხე გაზის საბადოებით. არა, ეს პირდაპირ სახმელეთო დერეფანს არ ეხება ბუნებრივი აირის საბადოებით. მას 40-50 მილიარდი კუბური მეტრი აქვს დასაკონტრაქტებელი ეხლას ამ წუთასაც კი. ყაზახეთზე, უზბეკეთზე, ყირგიზეთზე არ ვლაპარაკობ, ხო, უზარმაზარი რესურსები. საქართველოს ერთადერთი ხაზი ამ ვითარებაში. ოღონდ თუ საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული არ იქნება, საქართველოს იქნება ფეთქებადი, ხო? ესეც არ შედის ამერიკის შეერთებული შტატების და კოლექტიური დასავლეთის ინტერესში შესაბამისად. ბიძინა ივანიშვილი დაკომპლექსებული ყურებით არის დაჭერილი სწორედ დასავლეთის მხრიდან. დაჭერილი არასწორი სიტყვა. ბიძინა ივანიშვილის აქ ყოფნა უკვე პრობლემაა დასავლეთისთვის, იმიტომ რომ ის დემოკრატიას ვერ უზრუნველყოფს და მეცაც გეტყვით ამ შუა დერეფანს პრაქტიკულად ღიად გადასცემს ჩინეთსა და რუსეთს. რომლებსაც ბუნებრივია შემოსვლა უნდათ ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში და საქართველოს ნაწილში სულ მინიმუმ. ხო და ხო იქ თურქეთის არ დაგვაიწყეს, როგორც არ უნდა ჩინეთის შემოსვლა შავი ზღვის რეგიონში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და უკრაინა გადარჩება, პეტრეუსი მომიტევოს მან და ცდება არანაირ ბალტიელებზე შეეტევა არ იქნება, იმიტომ რომ უკრაინა გადარჩება კი არა, კუდით ქვას ასროლინებენ და გერმანიის პოზიცია აქ არის უმნიშვნელოვანესი. დიახ, ამერიკა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ გერმანია არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთრივ ევროპის კონტინენტზე, რამდენადაც გერმანია თუ გადასცემს იმ შეიარაღებას, რასაც დაჰპირდა უკრაინას, მოსკოვში აფეთქებები იყო მეგობრებო. დღეს მოსკოვში აფეთქებები იქნება ხვალ, მაგრამ მოსკოვში აფეთქებები იქნება უმძლავრესი და უძლიერესი პირობითად ზეგ, მაშინ როდესაც მთელი დასავლეთი იტყვის შემდეგ წინააღმდეგობას. თამაშობანი რუსეთის პალიანებზე ხო აღარ გამოდის. რუსეთი შეიძლება არ უნდა დაიშალოს, მაგრამ უნდა დასუსტდეს ისე, რომ მას უნარი ან ერთი ადგილი არ კონდეს ომში. გამარჯვებისა კი არა, ომის წარმოებისა და თუ ომს ვეღარ აწარმოებს, მაშინ რუსეთი თუ ბიზნეს გამოეცლება პუტინი როგორც ასეთი ბიზნეს ბაბუაწვერას რო უბერავენ ხოლმე ისე შევუბერავთ და ისე მოხდება აბასთუმნის უღრანებიდან ამაზონის ჯუნგლებში.